დიადი მითები. დოკუმენტური სერიალის ავტორი ფრანსუა ბუნელი. პერსევსი, სასიკვდილო მზერა. რეჟისორები გაეტან შაბანოლი, სილვენ ბერჟერი. დიდი ხნის წინათ დიდებულ ქალაქ არგოსში ცხოვრობდა მდიდარი და ძლიერი მეფე, რომელსაც ჰქონდა ყველაფერი, რაც კი ადამიანს შეეძლო ენატრა: ძალაუფლება, დიდება, ოქრო, კარგი სახელი. მას არაფერი სჭირდებოდა, არაფერი გარდა შვილისა, ვაჟისა. მეფე აკრისიოსმა გადაწყვიტა დელფოს სამისნოში წასულიყო, სადაც პითია მომავალს უწინასწარმეტყველებდა. მეფეს დაავიწყდა, რომ წინასწარმეტყველების მიმართ სიფრთხილე უნდა გამოეჩინა. რა უნდა გავაკეთო, რომ ვაჟი შემეძინოს? კითხა პითიას აკრისიოსმა. როგორც წესი, ორაკული კითხვას პირდაპირ არასდროს პასუხობდა. ხალიშვილი გეყოლება, უპასუხა მეფეს პითიამ. და ვაჟს ის ხალიშვილი გააჩენს. ამით ყველაფერი წყდებოდა. ტახტის მემკვიდრე ჩემი შვილიშვილი იქნება, გაიფიქრა მეფემ. შვებით ამოისუნთქა. უკვე წამოსვლას აპირებდა, როდესაც მოულოდნელად პითიამ გააგრძელა. ის ბიჭი მოგკლავს, როგორც კი სრულწლოვანებას მიაღწევს. აკრისიოსი შეძრწუნდა. რამდენიმე თვის შემდეგ დედოფალმა ქალიშვილი შვა. მას დანაე დაარქვეს, დინასტიის დამაარსებლის, დანაოსის და მისი 50 ქალიშვილის, დანაიდების პატივსაცემად. ზევსმა დანაიდები ჯოჯოხეთში ჩაყარა ქმრების მკვლელობისთვის. იქ, ჰადესში, მცხუნვარე ორთქლში, დანაიდები უძირო აუზში წყალს ასხამენ და ეს დაუსრულებლად გრძელდებოდა. მეფე აკრისიოს უნდოდა დანაე თვითონვე მოეკლა, მაგრამ ღმერთების წყევლის შეეშინდა, ასე რომ ბავშვისთვის არაფერი დაუშავებია. 15 წლის დანაე არგოსის სამეფოს ულამაზესი გოგონა დადგა. ბუნებრივია, პოტენციური საქმროები სასახლეს ხშირად სტუმრობდნენ. ყველას მისი გულისა და ხელის მიღება სურდა. დელფოს ორაკულის წინასწარმეტყველებაზე ფიქრით შეპყრობილ აკრისიოს ქორწინებაზე სიტყვის გაგონებაც არ უნდოდა. იქამდეც კი მივიდა, რომ გამუდმებით ლოცულობდა მისი ქალიშვილი ბუნებრივი სიკვდილით მომკვდარიყო. ერთ დღესაც მეფემ მოქმედება გადაწყვიტა. მან უზარმაზარი კოშკის აგება ბრძანა, რომლის თავშიც საპატიმრო მოაწყობინა, ბრინჯაოს ჭერითა და კედლებით. როგორც კი კოშკის მშენებლობა დასრულდა, მეფემ დანაე ძიძასთან ერთად მიიპატიჟა. ქალებმა არ იცოდნენ, რა საშინელი ბედი ელოდათ. ორივე შიგნით შევიდა. მათ უკან მძიმე კარი დაიხურა. შეშინებულმა დანაემ ყვირილი ატეხა, მაგრამ აღარავის გაუგონია. აკრისიოსმა შვებით ამოისუნთქა, საკითხი მოგვარებულად მიიჩნია, თუმცა ცდებოდა, ის, რასაც ადამიანი ვერ ამჩნევს, ღმერთების, მით უმეტეს ზევსის თვალებს არ გამოეპარება.
ოლიმპოს მეფემ დიდი ხანია იცოდა, რომ აკრისიოს მშვენიერი ქალიშვილი ჰყავდა. მას დანაე უყვარდა. ზევსი ხომ მუდმივად შეყვარებული იყო. როცა დანაე ბრინჯაოს საპატიმროში გამოკეტეს, ზევსს გაეღიმა. ახლა სატრფოს დასაპყრობად იდეალური დრო დადგა, თუმცა ზევსს ამისთვის სხვა სახის მიღება სჭირდებოდა, რადგან იცოდა მოკვდავებს ღმერთის ღვთაებრივი ფორმით ხილვა არ შეეძლოთ და ეს მათთვის სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენდა. ხარი, გედი, არწივი, გველი. ზევსისთვის მეტამორფოზა უცხო არ იყო. ამჯერად მან გადაწყვიტა წვიმად გარდაქმნილიყო. ოქროსფერი წვიმის წვეთებმა კოშკის კედლებში შეაღწია და დანაეს მძინარე სხეულს ნაზად მოეფერა. გოგონას მაშინვე გაეღვიძა. მთელი ოთახი განათებული იყო. ჭერიდან ოქროს წვეთები წვეთავდა. გოგონას ვერ დაეჯერებინა. იქნებ ეს სინამდვილე იყო. გავიდა 9 თვე. ბიჭი დაიბადა. დანაემ პერსევსი დაარქვა. ეშინოდა, რომ მამა განრისხდებოდა. ამიტომ დანაე შვილს მალავდა, როგორც შეეძლო. თუმცა, როდესაც ბავშვი ტირილს იწყებდა, ეს შეუძლებელი ხდებოდა. გაოცებული აკრისიოსი კოშკისკენ გაემართა. ეჭვი არ იყო, მართლაც ბავშვის ტირილის ხმა ესმოდა. აკრისიოსმა კარი გააღო. დიახ, არ ცდებოდა. იქ მართლაც ბავშვი იყო. პერსევსმა გაუღიმა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ბაბუის ფეხებთან დაეცა. შეშინებულმა დანაემს სცადა აეხსნა, რომ სრულიად უდანაშაულო იყო, რომ ყველაფერი ზევსის ბრალი იყო, რომელიც წვიმად მოევლინა. ბავშვის მამა ზევსი იყო. ზევსი? აკრისიოსი ყურებს არ უჯერებდა. მეფე ძიძას მიუბრუნდა. მამაკაცს საპატიმროს კარი ალბათ მან გაუღო. განრისხებულმა აკრისიოსმა ბრძანა ძიძისთვის თავი მოეკვეთათ. იგივე ბედი ეწიათ ჯარისკაცებს, რომლებსაც პატიმრესთვის თვალყური უნდა ედევნებინათ. თუმცა ეს საკითხის მოგვარებას არ ნიშნავდა. როგორ უნდა მოეცილებინა დანაე და ბავშვი? აკრისიოსმა გადაწყვიტა მათი ბედი ღმერთებისთვის მიენდო და ეს ყველაფერზე მათ ეზრუნათ. მეფემ მთელ სამეფოში საუკეთესო დურგალი გამოიძახა და დიდი ხის კიდობანი გააკეთებინა. როცა კიდობანი მზად იყო, აკრისიოსმა დანაე და პერსევსი შიგ ჩასვა და ოკეანეში გაუშვა. ამჯერად მათი ციხე არა მხოლოდ 4 კედელი, არამედ მთელი ზღვის სამყარო იყო. კიდობანი შორს გაცურდა. დედაშვილს ტალღები აქეთ-იქით ათამაშებდა. ალბათ 1000-ჯერ მაინც უნდა ჩაძირულიყვნენ, თუმცა ზევსი შვილზე ზრუნავდა. ბოლოს კიდობანი პატარა კლდოვანი კუნძულის მახლობლად აღმოჩნდა. ეს კუნძული სერიფოსი იყო. კიდობანი მეთევზემ დაინახა, მაგრამ ის ჩვეულებრივი მეთევზი არ ყოფილა. მას დიქტისი ერქვა და სამეფო წარმომავლობა ჰქონდა. დიქტისმა კიდობანი ნაპირზე გამოიტანა და დანაე და პერსევსი გადაარჩინა. ახალგაზრდა ქალის სილამაზით მოხიბლულმა მეთევზემ გადაწყვიტა დედაც და შვილიც ისე მიეღო, თითქოს საკუთარი ოჯახის წევრები იყვნენ.
გავიდა წლები. პერსევსი ძლიერ და მამაც ჭაბუკად იქცა. ერთ დილით კუნძულის მეფე ტირანი პოლიდექტესი გზის მოსახვევში დანაეს შეხვდა და მაშინვე შეუყვარდა. პოლიდექტესს ყოვლის მომცველი ვნება დღითი დღე უძლიერდებოდა. ის სიყვარულით იყო შეპყრობილი, მაგრამ კარგად იცოდა, რომ ერთი მხრივ გრძნობებს ვერ მოერეოდა, მეორე მხრივ კი პერსევსი არ აპატიებდა. თუ დანაეს ძალით წაყვანას ეცდებოდა. ამიტომ მეფემ დედაშვილის დაშორების სტრატეგია მოიფიქრა. ნადიმი. პოლიდექტესმა ნადიმის გამართვა გადაწყვიტა. კარგი საბაბი ჰქონდა. უნდა გამოეცხადებინა, რომ უცხოელი მეფის ასულ ჰიპოდამიაზე დაქორწინებას აპირებდა. მეფემ ეს ამბავი ყველას აუწყა და მოითხოვა, რომ დიდგვაროვნებს მისი მომავალი მეუღლისთვის ერთგულება ძვირად ღირებული საჩუქრის, სასურველია ცხენის ჩუქებით გამოეხატათ, რადგან ქალი ცხენით ჯირითით იყო გადაცებული. შენ? კითხა მეფემ პერსევსს. შენ, ვისაც საკუთარი პერანგიც კი არ გაგაჩნია, რას გვაჩუქებ? ჩემს ნადიმზე ხელცარიელი ხომ ვერ მოხვალ? პერსევს მოუპასუხა, რომ მზადაა ყველაფერი მოიპოვოს, რაც მეფეს სურს. ყველაფერი? მშვენიერია. გორგონა მედუზას თავი მინდა. გორგონას თავი. ასეთ რამეს მხოლოდ უსასტიკესი ადამიანი თუ დაავალებდა. ალბათ პერსევსი უარს სიტყვის. მაგრამ არა, დათანხმდა. სასახლის დარბაზს ავის მომასწავებელი ჩურჩული მოედო. ალბათ პერსევსი გაგიჟდა. მას ხომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რა საშინელ ურჩხულთან ექნებოდა საქმე. გორგონასთან. სამყაროში სულ 3 გორგონა არსებობდა. 3 და სთენო, ევრიალე და მედუზა. პირველი 2 უკვდავი იყო. მხოლოდ მესამეს, მედუზას მოკლა შეიძლებოდა. ლეგენდის მიხედვით გორგონები ულამაზესი გოგონები იყვნენ, რომლებიც ღვთაება ათენამ ურჩხულებად აქცია, რადგან მისი გაბრაზება გაბედეს. გორგონები საშინელი არსებები იყვნენ, მხრებზე ოქროსფერი ფრთებით და თმაში გველებით. მათი მხოლოდ ერთი დანახვაც კი სასიკვდილო იყო. ვინც მათთვის თვალებში შეხედვას გაბედავდა, მყისიერად ქვად იქცეოდა. პოლიდექტესი კმაყოფილი დარჩა. პერსევსი ხაფანგში გაება. თუმცა ჭაბუკის წარმომავლობაზე არაფერი იცოდა. ის ხომ ზევსის ვაჟი იყო, მეტიც ის მრავალი ღმერთის ფავორიტი იყო, განსაკუთრებით ჰერმესისა და ათენასი. ათენა მიხვდა, რომ ახლა შეეძლო პერსევსის დახმარებით გორგონებზე შურისძიება ბოლომდე აღესრულებინა. პერსევსი გზას დაადგა. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა სად იმალებოდა მედუზა. არც ის იცოდა, როგორ უნდა შებრძოლებოდა. ამ დროს მის წინაშე ჰერმესი გამოჩნდა. ჰერმესი, მაცნეთა ღმერთი, ზევსის ვაჟი. ჰერმესმა პერსევსს ვერცხლის ფარი გადასცა. ეს ქალღმერთ ათენას საჩუქარი იყო. ასევე აჩუქა ფრთიანი სანდლები. შემდეგ აბგა მისცა, რომელშიც მონადირეები მოკლულ ნადირს დებენ ხოლმე და ბოლოს კიდევ ერთი უკანასკნელი საჩუქარი გადასცა, ანდამატის ნამგალი, რომელიც ნებისმიერ მასალას გაჭრიდა. ჰერმესმა პერსევსს ურჩია ჯერ იმ გამოქვაბულში გაფრენილიყო, სადაც 3 ჯადოქარი დაცხოვრობდა. 3 ჯადოქარი გრაიების სახელით იყო ცნობილი. გრაიები გორგონების დები იყვნენ, გრძნეულები,
მხოლოდ მათ იცოდნენ, სად იყო მედუზას სამყოფელი. თუმცა მათ საშინელ გამოქვაბულში შესვლას ვერ ბედავდნენ, რადგან გრეიებს მედუზას მზერის ეშინოდათ. ხალხი ამბობდა, რომ ისინი მოხუცებად დაიბადნენ. სახე ნაოჭებით ჰქონდათ დაფარული. გაყვითლებული კანი კი ძველი პერგამენტივით დაჭმოჭნული. ყველაზე საოცარი ის იყო, რომ გრაიებს მხოლოდ ერთი თვალი ჰქონდათ, რომელსაც რიგრიგობით იმაგრებდნენ, ისევე როგორც ერთადერთ კბილს, რომელიც სტუმრების შესაჭმელად ჭირდებოდათ. ჰერმესმა თითი დასავლეთისკენ გაიშვირა. თუ გორგონები ოკეანის მიღმა სამყაროს დასალიერში ღამის კარიბჭესთან ცხოვრობდნენ, გრაიები ამ სამყაროს ბინადრები იყვნენ. ფრთიანი სანდლების დახმარებით პერსევსი ცაში აიჭრა და მალე აღმოჩნდა იმ გამოქვაბულის შესასვლელთან, სადაც სამი დაიმალებოდა. ზევსის ვაჟს ყურადღების მოკრება სჭირდებოდა, რადგან იმ დროში, როცა ერთი გრაია თვალს მეორეს გადასცემდა, იყო რამდენიმე წამი, ვიდრე მეორე გამოართმევდა. პერსევსს სწორედ ამ წამით უნდა ესარგებლა და გამოქვაბულში ისრის სისწრაფით შეეღწია. პერსევსი იცდიდა და იმ დროს, როდესაც თვალს ერთი მეორეს აწვდიდა, თვალი წაგლიჯა და იმავე წამს კბილიც მოიპარა. განრისხებულმა გრაიებმა კივილი ატეხეს, მათ მოულოდნელად მხედველობაც დაკარგეს და კბილიც არარაობებად იქცნენ. მალე პერსევსს ვედრება დაუწყეს და დაპირდნენ, რომ ყველაფერს შეუსრულებდნენ, ოღონდ თვალი და კბილი დაებრუნებინა. პერსევსმა მოითხოვა გორგონების ადგილსამყოფელი გაემხილათ. გრაიები სიხარულით დასთანხმდნენ. მაშასე დანაესა და ზევსის ვაჟი ქარიანი კუნძულისკენ გაფრინდა, სადაც ურჩხულები ცხოვრობდნენ. ირგვლივ იმ უბედური მეომრების გაქვავებული სხეულები ჩანდა, რომლებმაც გორგონებთან შერკინება გაბედეს. მათ სახეებზე კვლავაც საშინელება იკითხებოდა. ისინი იქ იყვნენ, გორგონები. ეძინათ. პერსევსს მედუზასთვის თავი ისე უნდა მოეკვეთა, რომ თვალებში პირდაპირ არ შეეხედა. ეს შეუძლებელი ჩანდა. თუმცა ათენამ ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და გამოსავალიც გამოჩნდა. პერსევსმა ქალღმერთის ნაჩუქარი ვერცხლის ფარი აიღო და მიწაში ჩაარჭო. გადაწყვიტა ბრძოლის დროს სარკეთ ფარი გამოეყენებინა. როგორც კი მედუზამ პერსევსს მთვარის ქვებივით მოკიაფე თვალები მიაპყრო, პერსევსმა ფარი ისე დაიჭირა, რომ ურჩხულისთვის თვალებში არ შეეხედა. მედუზა ძალიან ახლოს იყო. თითქმის რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა. პერსევსმა ანდამატის ნამგალი აღმართა და ურჩხულს თავი მოკვეთა. მედუზა საშინელი კივილით დაეცა. პერსევსმა გორგონას თავი აბგაში ჩადო და გამოქვაბულიდან გამოვარდა. პოლიდექტესის კუნძულისკენ ფრენისას პერსევსმა მოულოდნელად კლდეზე მიჯაჭვული ახალგაზრდა ქალი შენიშნა. ეს ანდრომედე იყო, დედოფალ კასიოპეას ქალიშვილი. ის მსხვერპლად შესწირეს ზღვის ურჩხულს, რომელმაც მთელი რეგიონი გაანადგურა. მას შემდეგ, რაც უგუნურმა კასიოპეამ გაბედა და თქვა, ოკეანის ყველა ნიმფაზე ლამაზი ვარო. ნაწყენმა პოსეიდონმა ურჩხული გამოგზავნა. მის მოსაცილებლად ორაკულმა კასიოპეას ურჩია თავისი ქალიშვილი, უდანაშაულო ანდრომედე შეეწირა. გოგონა სასოწარკვეთილი იყო.
მის სიკუნესა პერსევსს ესმოდა. ის ყველაფერს ხედავდა და ყველაფერი ესმოდა. ანდრომედეს მშვენიერებით მაშინვე მოიხიბლა. გასაჭირში მყოფ ქალს ვერ მიატოვებდა. პერსევსი დედოფალ კასიოპეას ეახლა და დაპირდა, რომ შვილს გადაურჩენდა, თუ მას ცოლად მიათხოვებდა. კასიოპეა დათანხმდა. პერსევსი მაშინვე იმ ადგილას დაბრუნდა, სადაც ანდრომედე კლდეზე იყო დაბმული, სწორედ დროულად მიუსწრო. ურჩხული ზღვის ტალღებიდან ამოიმართა. ამჯერადაც ყველაფერი მზერაზე იყო დამოკიდებული. პერსევსმა ათენას რჩევა გაიხსენა და მზესა და ზღვას შორის ისე დადგა, რომ მისი ჩრდილი წყლის ზედაპირზე გამოჩენილიყო, ზუსტად ურჩხულის თვალწინ. როცა ურჩხულმა გამოსახულება დაინახა, თავისი ნადავლი ეგონა და ჩრდილისკენ გაიჭრა. სწორედ ამ დროს პერსევსი ზემოდან დაეშვა და ურჩხული მოკლა. ანდრომედე გადარჩა. პერსევსმა აბგა გორგონას თავით შეინახა და ანდრომედასთან ერთად სერიფოსისკენ გაფრინდა. მაგრამ როგორც კი მიწაზე დაეშვა, შეიტყო, რომ მეფე პოლიდექტეს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი დანაეზე დაქორწინებულიყო. მან პერსევსის არ ყოფნით ისარგებლა და არაერთხელ სცადა დანაე იძულებით დაეთანხმებინა, თუმცა საბედნიეროდ დანაე მას განერიდა. თავშესაფარი ქალღმერთ ჰერას ტაძარში ჰპოვა. პერსევსმა ანდრომედას მფარველობა მეთევზე დიქტის მიანდო და მეფე პოლიდექტესთან მარტო მივიდა. მან სასახლის დერეფნები გაიარა და პირდაპირ იმ დარბაზში შევიდა, სადაც პოლიდექტეს და მის სამალას დიდი ნადიმი ჰქონდათ გაჩაღებული. როგორც კი პერსევსი დაინახეს, სიჩუმე ჩამოვარდა. პოლიდექტესი გაოგნებული უყურებდა. პერსევსი მისკენ დაიძრა. მანძილი უსიტყვოდ გაზომა. შემდეგ აბგა გახსნა, მედუზას თავი ამოიღო და ნელა ასწია, ისე რომ თვითონ არ შეუხედავს. პოლიდექტესი და მისი ყველა სტუმარი მაშინვე ქვის ქანდაკებებად იქცნენ. პერსევსმა თავი აბგაში დააბრუნა და გაქვავებული ფიგურებით სავსე დარბაზიდან გავიდა. მაგრამ ამბავი ამით არ დასრულებულა. პერსევსის ბაბუა მეფე აკრისიოსი კვლავ არგოსის მეფე იყო. პერსევსმა გააცნობიერა, რომ ყველა უბედურება, რაც აკრისიოსმა მოუვლინა დედასთან ერთად კიდობანში გამოკეტა და ტალღებში გადააგდო, მხოლოდ იმიტომ, რომ მეფეს მისი ხელით სიკვდილის ეშინოდა. ის აკრისიოსს არ ადანაშაულებდა, პირიქით, სურდა ბაბუა ეპოვა და ეპატიებინა. ამიტომ პერსევსი არგოსისკენ გაემართა. თუმცა სამწუხაროდ ძალიან გვიან ჩავიდა. მას შემდეგ, რაც შვილიშვილის ჩადენილი ზღაპრული გმირობების ამბავი გაიგო, შემდეგ კი შეიტყო, რომ მისკენ მოდის, აკრისიოსმა გაქცევა გადაწყვიტა. მაგრამ მხოლოდ ბედის წერა განსაზღვრავს, როდის უნდა დაეშვას ფარდა. არგოსში ჩასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ პერსევსმა მის პატივსაცემად ორგანიზებულ თამაშებში მონაწილეობა გადაწყვიტა. ერთ-ერთი შეჯიბრი დისკოს სროლაში იმართებოდა. უამრავი ხალხი იყო შეკრებილი. მაყურებელთა შორის ჭაღარაწვერიანი მოხუცი იმალებოდა. პერსევსმა დისკო გაისროლა. სწორედ ამ დროს ძლიერმა ქარმა დაუბერა და მისი ტრაექტორია შეცვალა.
დისკო თავში მოხვდა მოხუცს, რომელიც მაშინვე დაიღუპა. ეს აკრისიოსი იყო, არგოსის მეფე, პერსევსის ბაბუა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბოლო სიტყვა დელფოს ორაკულს ეკუთვნოდა და არა მათ, ვინც ცდილობდა მისი წინასწარმეტყველების სახდენისთვის ხელი შეეშალა.